როდი თქვათ ასე. როგორც მოსალოდნელი იყო სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. უშედეგოდ დასრულდა, იმიტომ რომ პრინციპში ყველამ ვიცოდით წინასწარ, მათ შორის ამერიკულმა მხარემაც იცოდა, უკრაინულ მხარეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ რუსეთის ფედერაცია ნახევარი ნაბიჯთაც კი არ დაიხევდა უკან. და მართლაც ასეა. რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, რომლის გვარიც არის მედინსკი, თქვა რომ 5 რეგიონიდან, რომელთა ნაწილიც ოკუპირებული აქვს რუსეთს, ეს არის კვლავ მეორე ყირიმი პრაქტიკულად კი არა სრულად, დონეცკის ოლქი 90-95%, ლუჰანსკი ამდენივე და შესაძლოა მეტი პროცენტი, ზაპოროჟიე დაახლოებით 65-70% და ხერსონის ოლქი დაახლოებით 50%. ამ ოლქების ადმინისტრაციული საზღვრებიდან უნდა გაიყვანოთ შეიარაღებული ძალები უკრაინის და მხოლოდ ამის შემდეგ თუ დამყარდება მშვიდობა ჩვენსა, ანუ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტაზე, როგორც ასეთზე, რუსულმა მხარემ უარი თქვა კი არა, არც განიხილა ეს საკითხი და პირიქით დაიმუხრა, რომ მედინსკი და არა მხოლოდ მედინსკი, რომ თუ ამ 5 ოლქიდან არ გაიყვანს უკრაინა საკუთარ შეიარაღებულ ძალებს, უკვე შემდგომ, დავკითხულობ, დაკარგავენ უკრაინელები კიდევ უფრო მეტ ახლობელს, რადგან რუსეთი მზადაა იბრძოლოს სამუდამოდ. რუსეთი მზადაა თუ არა სამუდამო ბრძოლისთვის, დიდხნიანი ბრძოლისთვის თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ამაზე ჭებზე კვალიფიციური პირები გასცემენ პასუხს, მაგრამ ამ გვარმა მიდგომამ რუსეთის ფედერაციისა, რომ ნახევარი ნაბიჯთაც კი არ იხევს რუსეთი უკან, პუტინი უკან, ფრიად გააბრაზა, მოსალოდნელიც იყო, უკლებლივ ყველა, ვინც ამ პროცესში არის ჩართული, უკლებლივ ყველა მეთქი, ასე ვამბობ, მაგრამ პრინციპში ნაკლებად გულისხმობ ამ შემთხვევაში პრეზიდენტ ტრამპს, შეერთებულ შტატებს, უფრო ზუსტი რო ვიყო პრეზიდენტ ტრამპს, რომელსაც ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ამგვარი განცხადება რუსეთის ამ პოზიციის საწინააღმდეგო განცხადება არ გაუკეთები, არ შეუფასებია, თუმცა მოდი ვიქონიოთ მაინც ფრთხილი ოპტიმიზმი, ან იმედი იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი ტრამპი განცხადებას გააკეთებს ამასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ ძალიან გაჯავრდნენ და გაბრაზდნენ უკრაინის ევროპელი პარტნიორები, სტარმერმა თქვა, ანუ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ თუ რუსეთი არ არის მზად მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად, პუტინმა უნდა გადაიხადოს დიდი ფასიო. ეხლა რა იქნება დიდი ფასი? ეს იქნება რასაკვირველია სანქციები ევროპიდან. ეხლა ამ შემთხვევაში მთლად ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი არ აკეთებს განცხადებას, თუმცა მსურველთა კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი კი ნამდვილად არის სწორედ ხსენებული ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ევროპელები და მათ შორის ბრიტანელები დააწესებენ რასაკვირველია სანქციებს, მნიშვნელოვან სანქციებს. სხვა შორის რამდენიმე დღის წინ, ერთი დღის წინ გერმანიის ახალმა კანცლერმა გააკეთა ფრიად საყურადღებო, ანუ მერცმა გააკეთა განცხადება, რომ ჩვენო სამართლებრივ ჩარჩოებში რასაკვირველია დავრჩებითო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის გაყინული აქტივები და არა მხოლოდ პროცენტები, არამედ გაყინული აქტივები, რაც არის, ეს არის ევროპაში, ბელგიის ბანკებში ინახება მეტწილად, ამ ფინანსების კონფისკაციაზეც, თანხების კონფისკაციაზეც კი ვიფიქრებთ, ოღონდ სამართლებრივ ჩარჩოებს, სამართლებრივ მექანიზმებს მეუბნებოდითო. სტარმერისავე განცხადებით ამერიკის პრეზიდენტთან საუბარში, ხო, რატომ არის ახლა რა არის, რას ნიშნავს ამერიკის შეერთებულ შტატებთან პრეზიდენტთან საუბარი ტრამპთან. ალბანეთში მყოფმა ლიდერებმა, იქ სხვა შორის ისიც არის უგვიანი კაცი კობახიძე. ალბანეთში მყოფმა ლიდერებმა, მაკრონმა პირველ ყოვლისა და სხვებმაც კვლავ დაურეკეს პრეზიდენტ ტრამპს და კვლავ აუწყეს არსებული ვითარების თაობაზე, რაც კიდევ ერთხელ იძლევა იმის საფუძველს, რომ ტრამპი უკვე ამჯერად დამატებით კიდევ ერთხელ აღშფოთდება და მკვეთრზე მკვეთრ განცხადებას გააკეთებს, მით უფრო რომ მისი წარმომადგენლები რუბიო და არა მხოლოდ რუბიო, რასაკვირველია ინარჩუნებენ ამ ხის პოზიციას და მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ პრორუსული პოზიციები ვისაც ჰქონდა
ხო, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში ისინი ოდნავ უკან არიან ჩაჩოჩებულები, აქვე ვიტყვი, რომ უკვე აღარც არის ლაპარაკი იმაზე, რომ რუბიო შეთავსებით იქნება უშიშროების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი, ოღონდ დროებით. არა, როგორც ჩანს, ის დიდი ხნით თუ სულ არა დაიკავებს ვოლცის პოზიციას. ვოლცი ისიც თქვენ რომ განთავისუფლებულია, აღარ არის პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი. ხო და რას ყვებოდი და იმას ვამბობდი, რომ ამერიკელები მაღალი ალბათობით და ევროპელებიც ხადია პირველ ყოვლისა და ამერიკელებიც მივლენ უმძიმეს სანქციებამდე, რაც გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ რუსები აი ესე დიდი ხნის განმავლობაში ან უსასრულოდ მით უფრო ვერ იომებენ უკრაინის წინააღმდეგ და სულ უფრო მეტად და მეტად რუსეთი დაიხევს უკან მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის შეერაღებული ძალები საკმაოდ რკინეულ დარტყმებს აყენებენ რუსეთის ფედერაციას რუსეთის სიღრმეში და ამასთან სტრატეგიულ ობიექტებზე. მე არ მივიღებ, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას გაუტანებლად აჭიებდეს, ამასაც ამბობს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ხო? აქვე პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, ანუ ტუსკის განცხადებასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. კიდევ ერთი შეხვედრა ჩვენ ხუთეულს შორის, ანუ იგულისხმება პოლონეთი, მსურველთა კოალიციის წევრები, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და უკრაინა და სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან რუსებმა სტამბოლში ფაქტობრივად შეაჩერეს მოლაპარაკებები. დიახ, ეს ყველასთვის გასაგები და აითავითო ცხადი იყო, რომ რუსებს მოლაპარაკებები არ უნდოდათ და პრეზიდენტმა პუტინმა კი წამოაყრანტალა, რომ აგე სტამბოლში გელოდებითო და ეს ძალიან ოსტატურად აიტაცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ და ოკეი, რაღა იმელოდები, მოდი შენ თვითონ ჩამოდიო და ელოდაც არასწორი სიტყვა, ფორმალისტური თვალსაჩინო ელოდა ზელენსკი პუტინს, თორე ყველა ხვდებოდა, რომ პუტინი ჩამსვლელი არ იყოს, ხოლმე ეს პუტინის მიერ დელეგაციის დონის დაგდება ფრიად არ ესიამოვნათ თურქეთშიც და აი ამ სურვილთა კოალიციას უკრაინის მხარდამხარ დგომას, უფრო მხარდამხარ დგომას და სურვილთა კოალიციაში შესვლას ელიან თურქეთის მხრიდანაც და ამით საბოლოოდ დაინგრევა და იწყვევა მითი იმის თაობაზე, რომ რუსეთი და გიბოდიშებთ დაინცხვევა მით იმის თაობაზე, რომ რუსეთი და თურქეთი სამარადისო პარტნიორები არიან. ხო, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. პუტინმა აჩვენა, რომ ამ თავისი ნამდვილი სახე, რომ მას არ სურს მშვიდობაო. ხო. ეხლა ამ პროცესში ცხადია დირიჟორი თუ რეჟისორი მე ბევრჯერ მithქვამს არის სწორედ პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ თქვი და ხვალაც ვიტყვი გადაცემაში კონტექსტში არის ლაზიერად ქცეული პაიკი იყო ოდესღაც, მას თითქოს არავინ არაფერს არ ეკითხებოდა, ანუ მისი შეწირვა შესაძლებელი იყო ცალკეული შეთქმულებით თეორიებით და არა მხოლოდ შეთქმულებით თეორიებით, მაგრამ პუტინი კი არა, ზელენსკი აშკარად ლაზიერი გახდა, აშკარად გავიდა, გალაზიერდა ეს პაიკი და ეს ზელენსკი, რეჟისორი, დირიჟორი კაცი ამბობს ამგვარ რამეს ტრამპს ეუბნება სატელეფონო ხსენებულ საუბარში, ანუ მაკრონმა დაურეკა წარმოიდგინეთ და მაკრონმა სპიკერზე, ეგრეთ წოდებულზე ჩართო ტელეფონი და საუბარში ჩაერთო ზელენსკიც და ზელენსკიმ უთხრა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა ტრამპს რო გაგრძელდესო, სანამ ის არ იქნება მზად ომის დასასრულებლად. ტრამპისთვის წითელი ხაზია სწორედ ეს ამბავი. ტრამპი სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული და სულ ამას იმეორებს, რომ სიცხლის ხრა კაცთაკლა უნდა დასრულდესო, ხო? ეხლა ისევე რუსეთის მედინსკი პუტინის წარმომადგენელი მედინსკი გავიხსენოთ, ამგვარ განცხადებებს არ აკეთებენ მოლაპარაკებების შემდეგაც კი დიპლომატები, თუ მათ არ აქვთ მკვეთრი ან ნათელი მესიჯები რუსეთის მხრიდან. აი ამ მედინსკიმ განაცხადა, რომ ისითო ვინ აფინანსებდა პეტრე პირველსო, ინგლისი და საფრანგეთიო, შვედეთი დღესაც იქნებოდა დიდი ძალა, რომ არა
ისინიო, ხო, ნუ ეხლა ისტორიის წიაღწევში სიამოვნებით დაждდებოდა ამასთან კაცი და გადაანადგურებდა მის და პუტინის ბოდვებს. და ეს რატომ არის ახლა ეს მნიშვნელოვანი შვედეთთან 21 წელი ვიბრძოლეთ თუ შვედეთთან და თქვენთან როგორ გონიათ თუ გამიჭირდება 1 2 3 წლის განმავლობაში ბრძოლაო მიუხედავად იმისა ვიბრძოლეთო 21 წლის განმავლობაში რომ მიუხედავად იმისა რომ საფრანგეთი აფინანსებდა შვედეთსო ეს იგულისხმება. ხო ამასთან ხო ეხლა მე კი ვამბობ და სწორიც არის ეს რომ უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებები, ყოველ შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით პრაქტიკულად არაფერი უთქვა მხარეებს, მაგრამ ერთი პოზიტიური ამბავი მაინც მოხვა, რომ ტყვეებს გაცვლიან უკრაინული და რუსული მხარეები და 1000-ზე ესე პარიტეტის სრული პარიტეტის დაცვით მოხდება ტყვეების გაცვლა. მაგრამ ამას გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც მკვდარი წერტილიდან არ იწვის. კერძოდ ის, რომ რუსებს გატაცებული ხავთ 1000-ობით ბავშვი რუსეთის ტერიტორია 1000-ობით უკრაინელი ბავშვი მოზარდი რუსეთის ტერიტორიაზე და ისინი ამ ბავშვებთან დაკავშირებით ერთი არც აღიარებენ ამას და მეორე არც აპირებენ მათ დაბრუნებას პრაქტიკულად, როდესაც დღის წესრიგი იდგება, როდესაც წინასწარ არის ცნობილი დასაკითხები უნდა განიხილო მხარეებმა, რუსეთი ხაზავს, ანუ უარყოფს ამ საკითხის განხილვას ნებისმიერ მოლაპარაკებებზე, მოლაპარაკებები კი იცით თქვენ უიშვიათესად იმართება და ზელენსკი ისევ და ისევ რომელიც ამბობს რომ მე ოზად ვიყავი პუტინთან შესახვით და თუ და შეგნებულად თითქოს კი ნამდვილად შეგნებულად ამცირებს პუტინს. დიახ, ეს სიტყვა უნდა ვიხმარო, იმიტომ რომ პუტინი შიშარაკაციაო თქვა, ამას ამბობს ზელენსკი და ამით თითქოს საკუთარ ამორჩეველსაც ეუბნება რომ მე უშიშარი კაცი ვარო და დასავლეთსაც უმტკიცებს რომ მე უშიშარი კაცი ვარო და შეგნებულად აბცრობს რა პუტინს ერთგვარად იწრებს მოლაპარაკებათა მაგიდასთან თითქოს ამით უნდა რომ გააბრაზოს პუტინი რომელმაც უნდა თქვას რომელიღაც ეტაპზე რომ არა მე შიშარა სწორედაც რომ არა ვარ და ზელენსკია პირიქით იქით შიშარაო თუ ზელენსკის არ დაუჯდე იმ მაგიდასთან აიძულებული ვიქნები რომ დაუჯდე მაგიდასთან ხო და მოუწოდე პუტინს ნიანიჭოს თავის დელეგაციას რეალური უფლებამოსილები იყო ომის შესაჩერებლად ესეც ზელენსკის თქვა სიტყვები ამ პროცესში ჩნარ უნდა გავაქვეყნოს სასაკუთრებია ტრამპის გუშინდელი განცხადება იმასთან დაკავშირებით ცოტა საკრიტიკო იმასთან დაკავშირებით რომ მანამ სანამ მე არ შევხვდები პუტინს მანამდე არ დამთავრდება ეს პროცესიო ეს ომიო ცოტა კრიტიკული თვალით გასახედია კრიტიკული თვალით რომ გახედავ ისეთი განცხადება მით უფრო რომ მოდი ვიყოთ გულახდეული ტრამპში ეჭვი ჯერაც ვეპარება ტრამპი როგორი პოლიტიკოსია ისიც ჩემი შეფასებით ბოლო ვინც შედის მასთან ის არსებით ზეგავლენას ახდენს მის მოსაზრებებს აი ოს ამ განცხადებას აკეთებდა ასე მაგალითად ხო მე დარწმუნებული ვარ რომ მასთან ბოლოს იყვნენ შესულები იმ ფრთის წარმომადგენლები რომლებიც სულ დღენიათაკ აშინებენ აფრთხობენ ტრამპს რომ აი ბირთვულ ბომბს გამოიყენებს აი უფრო მეტი ტერიტორიის დაპყრობა შეუძლია არაფერი არ შეუძლია რეალურად რუსეთი იომებს განუწყვეტლივ ამ დაუსრულებას თუმცა ამას ამბობს მედინსკი ანუ პუტინის წარმომადგენელი ეს ხომ ტყუილია რუსეთს ხომ არსებითი წინსვლები მართლა არ აქვს ამ სამნახევარი პრაქტიკულად წლის განმავლობაში და ისიც ვიცით რომ რუსეთის ეკონომიკაში არის საკმაოდ სერიოზული პრობლემები სამხედრო მრეწველობაშიც არის საკმაოდ სერიოზული პრობლემები ხალხის მობილიზაციის თვალსაჩინოც არ უხინს მაინც და მაინც მიუხედავად იმისა რომ პუტინმა 3 დღის წინ თქვა რომ 50000 კაცს კრებთ ჩვენო კვირაში ეს 50000 საზარბაზნე ხორცია თუ მაინც და მაინც კრებენ ხო და ტრამპსო და უბრუნდეთ ტრამპი იმგვარი პოლიტიკოსია ბოლოს ვინც შედის იმას უჯერებს და თუ პუტინსა და ტრამპს შორის შედგა შეხვედრა ისე რომ ამ შეხვედრას არ დაესწრებიან ევროპელი ლიდერები ან არ დაესწრება ზელენსკი ხო ანუ ორმხრივი შეხვედრა თუ შედგება პუტინს აქვს ეს ფერბეშტიკური უნარი გადაარწმუნოს არა მოკლედ თავისი სიმართლე
მოახვიოს თავს ნებისმიერს და მათ შორის პირველ ყოვლისა ტრამპს და იქიდან გამოსულმა ტრამპმა შეიძლება დააბრეხოს რაღაც უცნაური წინააღმდეგობები. ამიტომ ევროპელ ლიდერთა ერთგვარი ამოცანა იქნება, რომ ტრამპი პუტინის ერთ-ერთზე შეხვედრა როგორმე ან გადადონ, ან საერთოდ აღარც იყოს ამაზე ლაპარაკი, ეს ზელენსკის მისიაც იქნება, ზელენსკის ამოცანა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზელენსკი უნდა გაეკანოს ეხლა და თქვა სამგვარი რამე, რომ იცით რა არის, ჩვენ არ დაუშვებ ტრამპი ეს პუტინის შეხვედრას, ეს დამატებით გააღიზიანებს ტრამპს, რომელიც ისედაც ხშირად იცვლის პოზიციებს და ისედაც ესეთი მოციმციმე მოსაზრებების პატრონი კაცია, ხო? თუმცა აი ბოლოს ვინ შევა და ბოლოს თუ შევა ასე მაგალითად რუბიო და რუბიოს ჯგუფი და ასევე ევროპელები თუ სატელეფონო ხაზზე, მუდმივ ხაზზე იქნებიან პრეზიდენტ ტრამპთან, იქნება და მისი არამხოლოდ მკვეთრი განცხადებები ვიხილოთ, რომლებსაც ჩვენ ხედავთ, განსაკუთრებით რომის ვატიკანის შეხვედრის შემდეგ, არამედ მკვეთრი ქმედებებიც და ამ თვალსაზრისით მოქოქილია ეს მნიშვნელოვანი ასპექტია, რაც კარგია რომ არ დამავიწყდა ქოქელია სენატი 80 სენატორის თანხმობა არსებობს 100-დან 80 სენატორის თანხმობა არსებობს იმის თაობაზე რომ მხარს დაუჭერენ რუსეთის წინააღმდეგ დიდ სასანქციო პაკეტს მათ შორის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ და ასე შემდეგ მით უმეტეს რომ ყველა შესანიშნავად ხდება რომ ეხლა უკვე კიდევ იმ სიტყვას ვიხმარა ძალიან მომეწონა ამ 5-6 ბლოგის წინ წარმოვთქვი მუცელ ამოუყორავი ქვეყანა ანუ ღიად რო ვილაპარაკოთ ან სხვაგვარად არალიტერატურულად რო თქვა ღორი ქვეყანაა რუსეთი რომელიც ითხოვს მაქსიმუმს და ახლა უკვე როგორც წელდება ინფორმაცია ისინი გადადიან როგორც არამხოლოდ ამ 5 რეგიონზე ანუ აღარ ჩავუთვლი არამედ დნეპროპეტროვსკზე სუმიზე და ოდესაზე. აი ოდესა ამ თვალსაზრისით საინტერესოა, იმიტომ რომ ამ 10 დღის წინ დაახლოებით პატრუშევს წამოსცდა არასწორი სიტყვა, პატრუშევმა თქვა, რომ ჩვენ ბუნებრივია მთელ შავი ზღვის პირეთს უნდა ვაკონტროლებდეთო, ანუ უკრაინას არ უნდა დარჩეს პრაქტიკულად არაფერი შავ ზღვაში, ისევ და ისევ თურქეთის ლიდერი ერდოღანი უნდა ვახსენოთ, თურქეთის ლიდერისთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის უსაფრთხოება და შავ ზღვაში თურქეთის დომინაცია, მით უფრო შესანიშნავად ხდება თურქეთი იმას, რომ მხოლოდ მან ან მეტწილად მან უნდა აკონტროლოს შავი ზღვა, რამდენადაც არსებობს საერთაშორისო ერთი კონვენცია და სხვა შემზღუდავი აქტები, რომლებიც ნაკლებ შესაძლებლობას აძლევს შეერთებულ შტატებს და საერთოდ დასავლელ პარტნიორებს შავ ზღვაში დიდხანს ყოფნისა ის კონვენცია არ უმონდრესი არც არავის გაუქმებია ერთადერთი რაც აღმოფხვრისა გააუქმებს იმ კონვენციას ეს არის სტამბულის არხის გაკეთება რომელიც 23 წელს მერე უკვე 24 წელს უნდა დამთავრებულიყო მაგრამ სტამბულის არხი ისიც თქვენ რომ დასრულებული არ არის და ისევ მერცს მიუბრუნდეთ მაშინ მერცს რატო უნდა მიუბრუნდეთ ისიც კი მნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საფრანგეთის ლიდერი მაკრონი ამ პროცესში ეს ფაქტია მაკრონთან ერთად ეს კუნძულელი სტარმერიც მნიშვნელოვანეს როლს დაასრულებს ტუსკზე ახლა მაინც აი 15 წლის წინანდელ ტუსკზე აუგი წამოგწდებოდა ხო 8 წლის წინანდელ ტუსკზეც წამოგწდებოდა ტუსკიზე წამოგწდებოდა აუგი ან ძიმე სიტყვებით 15 წლის წინანდელი რატო იმიტომ რომ ის არსებით წინააღმდეგობა არსებითად წინააღმდეგობდა პრეზიდენტ კაჩინსკის ზუსტად 2010 წელს მაგრამ და მიქ ხარს თუ 134 ისტორია შემილია გავიხსენო და 10 აპრილისა მაგრამ ანუ პრეზიდენტ კაჩინსკის სმოლენსკთან დაღუპვის სამკვლელობის ჩემი ხმარწმენით ხო შეს მე მქონდა ფოლდში და აი შევეხი მხოლოდ ამიტომ აი 2010 წელს ერთ-ერთ რადიოში მიმიწვიეს და მკითხეს რომ თქვენი აზრით კაჩინსკის მკვლელობა მოხდაო თუ შემთხვევით ჩამოვარდა ის თვითმფრინავიო და ჩემი ოპონენტი იყო იცით რა არის ხა მე არ მინდა მასზე ბევრი ძიმე სიტყვა ვთქვა ასაკშია ეს კაცი მათ შორის ამიტომაც თუმცა აუგ სიტყვებს არ ვიტყვი და აი კრიტიკას კი არ დავიშურებ. ჩემი ოპონენტი იყო მაშინ რამაზ საყვარელიძე. დღეს და რა ხანია უკვე სახელმწიფო ქართული ოცნების ერთ-ერთი გამმართველებელი, გამправებელს არ ვიტყვი, გამმართველებელი პოლიტიკისა, რომელსაც ბიზნეს რუსია აწარმოებს. კარგით როგორც არის არ ვერევი ხა რამაზ საყვარელიძის
მოსაზრებებში, დაფუძნებულში ღმერთმოუწყლის რაზე. ხო და მე ვამტკიცებდი ჭყალებში, რომ კაჩინსკი მოკლეს და რამაზ საყვარელიძე მეწინააღმდეგებოდა, აი საიდან აგაკ ფაქტებიო და მე გულახდილად გეტყვით, ფაქტები არც ეხლა არა მაქვს. იცით თქვენ რომ მაშინ 2010-ში 11-ში გავრცელდა პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება რო ტარდებოდა იმ პერიოდში, რომ შავი ხუთის მასალები ოდესმე გაიხსნება და ჩვენ ყველა ვნახავთო, რაც მოხდა რეალურად, მაგრამ იმის შემდეგ მიჩუმათებულია საქმე. მე ვერ დამომტკიცე ცხადია, ვერ მოვუგე ის დებატები რამას საყვარელიძეს, მაგრამ დღესაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ასე სმოლენსკთან კი არა ნებისმიერ ადგილში ასე არ კვდებიან ძლიერი ევროპული სახელმწიფოს ლიდერები, მით უფრო მაშინ სიმბოლურ დღე თარიღის დროს, პერიოდის დროს, იცით თქვენ რომ კაჩინსკი ჩადიოდა კატინის ტრაგედიის წლის თავზე დასასწრებად და ტყვეთა დახვრეტილთა საფლავების მოსანახულებლად და რა ხდა უცებ ასე აფეთქეს, ასე არ ხდება მეთქი ამის თქმა მინდა. მოკლედ ტუსკს რო დაუბრუნდეთ, ტუსკი დღეს იმსახურებს პატივისცემას სასაკვირველია და მერცზე უნდა ვთქვა რასაკვირველია ისევ და ისევ მერცი ხდება ერთ-ერთი ლიდერი ევროპისა, ის ნელ-ნელა უმატებს სიჩქარეებს, ასე უნდა ვთქვა და სულ მუდმივად აფიქსირებს იმას, რომ უკრაინას არმია ტოვებს გერმანიაც კი და გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და პოლონეთის, ასევე მთელი ევროკავშირის დაკარგვა, ამერიკის შეერთებულ შტატებს დაკარგვა, კონცეპტუალურ დაკარგვაზე საუბრობ და არა მხოლოდ სავაჭრო პარტიულად ეს გავიგე გასაგებია. ხო, შეერთებულ შტატებს არამს არ უღირს და ისევ ტრამპი პუტინთან შესაძლო სატელეფონო საუბარზე, ტრამპს აქვს ილუზიები იმის თაობაზე, რომ თუ მაინც და მაინც ესე პოზიტიურად შევაფასებ ტრამპს, ამ თვალსაზრისით მაინც ნეგატიურად უნდა ვთქვა, კრიტიკულად უნდა ვთქვა მასზე, ტრამპს აქვს თუ ეს ასეა, ილუზიები იმის თაობაზე, რომ ომს მართლა მოაგვარებს, არა დონალდ, ასე უნდა ვთქვა, no დონალდ. ტრამპს პუტინს არ უნდა ომის შეწყვეტა. ომის დასრულება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პირობებით უნდა და ნახევარი ნაბიჯთაც არ დაიხევს, აქ თქვი ბევრჯერ უკან და მაგრამ აი ტრამპი ამის მიუხედავად ამბობს, რომ მიმდინარე ომის საკითხს მოვაგვარებო, ვფიქრობო, ან იქნებ ვერცო, აქვე უარყოფს, ბოდიში არ მქონდა წაკითხული, მაგრამ სულ მცირე ყველაფერი ნათელი გახდება და თუ ვერ მოვაგვარებთ, ეს ძალიან საინტერესო იქნება. აი საინტერესო პროცესის დაწყებას ველოდებით ჩვენ, ისეთის, როგორც არ დაუწყია პრეზიდენტ ბაიდენს, ესეც უნდა ვთქვა, პრეზიდენტი ბაიდენის კარგ სადღეგრძელოებს ამბობდა, ტრამპი სადღეგრძელოებს არ ამბობს. პრეზიდენტი ბაიდენი ამბობდა მუდმივად, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ჩვენ მის გვერდით ვართ და ასე შემდეგ, მაგრამ საქმეზე რომ მიდგებოდა ხოლმე, აი იმ ზელენსკის ესე ვიტყვით უგდებავთ, რომელსაც უპირობო მხარდაჭი რა ჰქონდა ომის დასაწყისში ყოველ შემთხვევაში მთელი დასავლური საზოგადოების მხრიდან, აი იმ მომენტში თურვინ მე ამოხრუჭებდა, ეს იყო ბაიდენ ჰარისის უკაცრავად კამალა ჰარისის დუეტი და თუ ვინმე ამოხრუჭებდა და უკვე იმ მომენტისათვისაც დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთად კონგრესსა თუ სენატში და აი აქ ტრამპი, რომელიც ყოველდღიურად ეთერშია და ამბივალენტურ განცხადებებს აკეთებს, ბაზარი არ არის, უკაცრავად ჟარგონული ტერმინისთვის, საინტერესო იქნებაო, ამას კი გვპირდება, ხო და რა იქნება საინტერესო, როგორი იქნება ეს საინტერესო პროცესი, ამას ველით ჩვენ რეალურად. ბოლო განცხადებაც ჩავიკითხოთ თუ გნებავთ, ეს არის ისევ და ისევ ტრამპი, რომელმაც თქვა, რომ ის დაურეკავს ვლადიმირ პუტინს და ეცდება, რომ მასთან განიხილავს, კი რა განიხილავს მასთან კონფლიქტის მოგვარების საკითხს, მაგრამ აქვე დასცენს, კიდევ ერთხელ დასცენს ტრამპი, რომელიც ხშირად არ მოგწონს და ბოლოს წინა მისი განცხადება არ მოგვეწონა, ბოლოს წინა უფრო ზუსტი რომ იყო, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ტრამპი განხიბვლის პროცესშია, უნდა ეს ამის აღიარება თავად თუ არ უნდა განხიბვლისა, არ მოხსახიბლი რუსეთისაგან
იმიტომ რომ ყველა ხვდება რუსეთი მუსელა მოუყორავი ქვეყანა, რუსეთი ღორი სახელმწიფოა, რუსეთს სურს ჩასანაცვლოს, შეყლაპოს, გაანადგუროს, გადაანადგუროს უკრაინა. უკლებლივ ყველა მოქალაქეს მეთქი რუსეთისა, ასე ვიტყვი, მაგრამ ოკეი, პოლიტიკურ ელიტაზე შევჩერდეთ, პოლიტიკურ ელიტაზე ვისაუბროთ, სურს, რათა მერე პუტინმა აისრულოს ის ოცნება, რომ შევიდეს ისტორიაში როგორც არანაკლები ვიდრე სტალინი, საბირатель земель русских, როგორც ამ земель русскиში განიგვერდება და საქართველოს იქნება თავის ბიზინა ივანიშვილიანა, რომელსაც ხა ესე არ გეტყვით რა ბედი ელის რუსეთისაგან დამოუკიდებლად იმისა, როგორ თამაშს ითამაშებს ბიზინა ივანიშვილი, ხო? მაგრამ იმას კი დააბეჯითებით გეტყვით, რომ მავრი ბიზინა რომს შეასრულოს თავისი მისია დავალებები და რომც არ შეასრულოს ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთის მიერ ნებისმიერ შემთხვევაში იქნება რუსეთის მიერაც ნებისმიერ შემთხვევაში იქნება განწირული და განწირვის ჩარჩოები როგორია? ხო, სისასტიკეები როგორია? ეს ღმერთმა უწყის კი რა ვიცით ყველა. ხო და ეს აშინებს ხარშვის ბიზნა ივანიშვილს. ეს პერსპექტივაც ნამეტანი აფრთხობს. უსულ ამოუყურავი ქვეყნის განადგურების წელი ყოფილიყოს ან 25, ან 26, თუნდაც 27, რომ ამოვისურვოთ ყველა ნაყოფის.